ნორმალური ადამიანისთვის არის ძალიან მძიმე ემოციურად წუთები, საათები და დღეები, როგორც მინიმუმ წინ გველოდება და ვიზიარებ თუ ეს სიტყვები შვება იქნება ოჯახისთვის და ბუნებრივია ვერ იქნება უდიდეს ტრაგედიას. ამავე დროს არ მინდა ვიყო ყალბი ახლა გლოვისას და რახან მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ვიყო სტუმარი პირდაპირ ეთერში, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. დიახაც, ნამდვილად ტრაგედია, რომლისგანაც არავინ არასოდეს დაზღვეული არ იქნება, არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი კერძო კომპანია თუ საჯარო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რაიმე პროექტის შედეგად შეიძლება ყველა ტიპის ფათერაკს გადაასწრეს ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს ტრაგედია არის შედეგი უპასუხისმგებლობის, ხალხზე ზრუნვის ნაკლებობის და ტენდერების მარჯვნივ-მარცხნივ ბიძაშვილ ძმაკაცებ ნათესავებ ცოლის დაქალებზე დარიგების. აი ეს რომ ვიცით, ამას ვერ დავმალავ ახლა ამ მძიმე წუთებში და ამაზე ვისაუბრებ აუცილებლად. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ახლა საუბრობდა თქვენს ეთერში დეპუტატი და მშობლებს ადანაშაულებდა, აი ნუ რა შეფასება უნდა გავაკეთო ეხლა მეთვალყურე უნდა ყოლოდა და ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. პრაქტიკულად ხო რეალურად ხომ ეს თქვა ამ ბატონმა, ნუ ღირსებისგან დაცლილი ხალხი არის, ამ წუთებშიც კი ბედავენ, რომ მსგავსი შეფასება მისცენ. ღირსების დეფიციტი აქვს ამ ადამიანებს. აღარ არსებობს ამ ქვეყანაში უსაფრთხო გარემო. არ არსებობს უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვისაც კი. პოლიტიკა რა შუაშია? ანუ წმინდა პარტიული პოლიტიკა, ხო არ შუაში არა, პოლიტიკა როგორ არ არის შუაში, როდესაც პოლიტიკოსები ახორციელებენ ამა თუ იმ პროექტს. არ მოსი შადრევანის გახსნის დროს თუ იყო პოლიტიკა რაიმე შუაში და საზეიმო გახსნის დროს თბილისის მერი დღეს წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკობდა უბრალოდ წუხელ. მაშინ როგორ არ არის დღევანდელი ტრაგედია შუაში იმასთან რაც მოხდა მისი მმართველობის დროს? ხო და ამიტომ მეც არ დაგიმალავ თქვენია მსგავს შემთხვევები. რა თქმა უნდა, თეა მქონია მსგავსი ტრაგედიის პირველ საათებში სხვადასხვა დროს შეფასებები რბილი და მithქვავს, ვიცით, ეხლა არ არის წავე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების დროს, მაგრამ როდემდე ხახნო ეს შემთხვევა სამწუხაროდ ძალიან გული მტკივარს, რომ მხოლოდ წვერი არის აისბერგის. ვიცით რა წლების განმავლობაში რომ პერსონიფიკაცია არის, განასახიერებს კორუფციას კალვაძე, მილიონობს შოულობს ის კი არა, წლების განმავლობაში მისი მთელი გარემოცვა, მისი ქოლგის ქვეშ რამდენიმე მულტიმილიონერი დაიბადა და აღიზარდა და ამ ყველაფერს საიდან შოულობენ? ხალხის ფულისგან, ხო? ეხლა პასუხისმგებლობა პოლიტიკურის აღება უნდა სტანდარტად დავაწესოთ და ეს უკვე მართლა ყველაზე მეტად ჩვენზე აქტიურ ნაწილზე საზოგადოებისა იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ეხლა დეპუტატი საუბრობს, რომ იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, რაფხელა კადნიერება არის, ხო? რეკონსტრუქცია როცა გუში ვნახეთ, პროექტი დასრულებულად გამოაცხადეს და გახსნილად და ამით თავი მოიწონეს და კი ბატონო ყველაფერი კარგი თუ კი რამე გაკეთება, ხოლოდ გაგვიხარდება მიუხედავად ყველაფრისა, ხო? მაგრამ ამავე დროს შენ ის ბოღმა გამოძრავებს და 10 წლის წინანდელ მერს აკრიტიკებ. ეს უნდა მოახერხო 2022 წელს, საუბრობდე 2013 წლის დედაქალაქის მერზე, ალბათ ხო გიგულისხა უგულავა და მე შენი გუთალემუდელი გამოდის და ამბობს რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, ჯერის რეკონსტრუქცია დასრულებული იყო. კი, გუშინდელი ოფიციალური განცხადებით, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადის და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა თბილისის მერიამ. ეს არის თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადება სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა. კი, იმიტომ რატო გააკეთდა ეს განცხადება? ისება პროპაგანდისტულ სპირალში უნდათ ეს მძიმე ტრაგედია შეაგდონ და პოსტივიზე და ტელეკომპანია იმბეცია ბატონი ამილახვარის კომენტარები, ასე თქვათ, დაატრიალონ და საზოგადოების ნაწილი შევიდეს შეცდომაში და დარჩეს დაბეჭდილება, რომ იქ მიმდინარე იყო პროექტი, უბრალოდ უბედურ შემთხვევას და კონდა საქმე, ხახ? მე მინდა თქვენ თვითონ თქვენ თავად ბატონიკა თქვენ თავად თუ ყოფილხართ ვაკის პარკში ამ ბოლო დროს, თუნდაც რეაბილიტაციის პროცესამდე, ან თუ ამ შადრევანთან რაიმე შეხება, თუ მქონია თბილისში დაბადებული გაზრდილი ადამიანი ხართ?
მე მინახავს ბავშვები როგორ წუწაობენ ამ შადრევნებში. რა თქმა უნდა, მართლა ტკინეულია, აი როგორ გითხრათ, აი დანა გუში და რო გადამიტრიალოთ, მიჩეს ამ საკითხზე საუბარი, როდესაც თან 7 წლის ბიჭი ყავს და ნებისმიერი შობელი შეიძლება ყოფილიყო იმ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე. აი ტკინეული რბილად რო ვთქვათ და სოლიდარობასაც კი ვერ გძნობ ხელისუფლებისგან ამ ძიმე წუთებში, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და ავაგებინოთ პასუხისგებლობა, არა ინფრასტრუქტურული ხელისუფლებას. არა სამეურნეო პასუხისგებლობა, არამედ პოლიტიკური პასუხისგებლობა. დიახაც, უნდა კალაძემ უნდა მივახციოთ იმას, რომ მიხდეს. რა უნდა ხდეს კალაძემ, ბატონ ნიკა, რას იზავდით თქვენ როგორც მერი რომ ყოფილიყავით ახლა პოსტზე? არის საკითხი. ძალიან გადავდგებოდი. პირდაპირ გეუბნები, იმიტომ რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. ეხლა ნაწილი დამიჯერებს საზოგადოება, ნაწილი არ დამიჯერებს, იმიტომ რომ რაღაცას ხო აქვს საზღვარი, ხალხო. რაღაცას ხო აქვს საზღვარი. კორუფციის შედეგია ეს ყველაფერი. კორუფცია კლავს. კორუფცია არის მოწიკწიკე ბომბი. ყველა გარემოში, ყველა პარკში, ყველა თითქოს უსაფრთხო ერთი შეხედვით ადგილას იქცევა ტრაგედია და შემთხვევით კი არ ხდება კორუფცია, ამას გულისხმობს ხარისხი რო კლებულობს, ფულს რო იპარავ. კორუფცია ლამაზად ჟღერს, დახვეწილად ჟღერს, ფულს იპარავ ჩვეულებრივად ეს ხალხი. ბათუმში რო ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, კორუფციის შედეგად არ დატრიალდა ის ტრაგედია, როდესაც მშენებლობის ნებართვა მიცეს, იქ სადაც არ უნდა მიეცათ. ხო და კიდევ უამრავი ასეთი ნეფეთქებადი ბომბი გვაქვს. ნეფეთქებადი ბომბი გვაქვს შემოდგმული და როდის აფეთქდება არავინ იცის. ამიტომ კალაძე უნდა მიხდეს, რომ პოლიტიკური პასუხისგებლობის აღება მან უნდა აიღოს ტვირთად. არ გამოვა იქ რიგითი, არ ვიცი რომელიღაცა პროექტის განახორციელებაზე ჯოხის გადატეხვა, იმიტომ რომ მერიის შესაბამისი სამსახურები რამდენიმე რგოლი იბარებენ პროექტს, მერე რევიზიას ახორციელებენ, მერე ამოწევი და ამის შემდეგ შედის წესი და რიგით ექსპლუატაციაში. ხო? და ეხლა იმისი არ იყოს, რა ქვია, მახსენდება ნარმანია რო იყო მერი და პირველად დაიჭირეს კორუფციაზე მისი თანამშრომელი ჯოხია ბოდოკია, ახალს მახსოვს კარგად, მასზე გადატეხა ჯოხი თითქოს ის არაფრის შუაში იყო. პირიქით აი ხელი შეაწმიდა 2 წუთში. ამიტომ და აქვე უნდა გავიხსენოთ ნიკა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ზუგდიდში წყლის არ ყოფნის გამო მოხსნა დირექტორობიდან ია კერზაია, რომელიც შემდეგ ინსულტით გარდაიცვალა. ეს ის ხელისუფლებაა, სწორედ რომელმაც დაუსუფთავებელი უწყლოდ დარჩენილი ზუგდიდის მესამე სკოლის თუ არ ვწდები, თუ მეორე სკოლის დირექტორი ია კერზაია მოხსნა, იმიტომ რომ საპირფარეშო არ იყო დასუფთავებული ტუალეტში. ეს არის სიღრმისეული პრობლემა, მაპატიეთ ძვირფასო მეგობრებო, ვიცი თქვენი დარდი და ვარამი, ეხლა და თქვენი ემოციები მაყურებლებს გულისხმობ, ახლა მაგრამ არ შემიძლია დავმალო და ყალბები. შეუძლებელია ასეთ დროს სისტემური სიღრმისეული პრობლემა. დიახ, სიღრმისეული პრობლემა ეს არ არის უბედური შემთხვევა, ამას გამოწვევი თავისი მიზეზები აქვს. მიზეზები აქვს სისტემური პრობლემა, რომელიც არის ფარულიც და ღიაც. კი ბატონო, მადლობა ბატონო. საიდანაც გერთვებით წალენჯიხიდან, ხო? ამ ადამიანს რას უკეთებდნენ? რატომ აუფეთქეს ავტოსატრანსპორტო საშუალება მანქანასთან? იმიტომ რომ ერთადერთი მერია, რომელიც მართლაც ბრუნავს ხალხთან. უბრალოდ მეტი არაფერი არ უნდა გარდა იმისა, რომ რაღაცით დაიხმაროს წალენჯიხას. ვერაფერი ვერ მოუხერხეს 1 წლის განმავლობაში და სახთან აუფეთქეს მანქანა. ეს ხო უბრალოდ სისტემური პრობლემა არის. ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით ჩართვას მედიკლაბიდან, სადაც კიდევ ერთი გაზარდია მძიმე მდგომარეობაში.